მოდით დღეს გავიგოთ რა არის ტუჩის ბუსტერი და ვისთვის არის. პირველ რიგში ტუჩის ბუსტერისთვის მოიაზრებიან ის პაციენტები, ვისაც აქვს გამომშრალი ტუჩის ქსოვილი და ხშირ შემთხვევაში საცხი აღარ შველით ხოლმე, მაინც გამომშრალია და მაინც იქერცლება რამდენჯერაც არ უნდა წაისვან ტუჩსაცხი. ტუჩის ბუსტერში არის ჰიალურონის მჟავა ისეთი ფორმით, რომ ქსოვილი დაატენიანოს, ამიტომ ძალიან კარგი არის დასატენიანებლად და ასევე არის ბეჭდუფის ვიტამინები, რომლებიც გაჯანსაღებას შეუწყობენ ხელს. ანუ თქვენ გექნებათ ორმაგი ეფექტი დატენიანების და გაჯანსაღების. პაციენტები, რომლებიც სკეპტიკურად არიან ტუჩის ფილერის მიმართ განწყობილები და არ უნდათ რომ გაიკეთონ, მათთვისაც ძალიან კარგი გამოსავალი არის, ვინაიდან შეუძლიათ რომ ფილერის ნაცვლად ტუჩის ბუსტერით თან დაიტენიან და გაიჯანსაღონ ტუჩი და თან ასეთ მოცულობითი ეფექტიც მიიღონ. ხოლო პაციენტებს, რომლებსაც უკვე აქვთ გაკეთებული ტუჩის ფილერი, მაგრამ მოკლე ხანში აღარ გვინდა ხოლმე რომ კიდევ გადავტვირთოთ ტუჩის ქსოვილი ფილერი, ასეთ შემთხვევაშიც ძალიან კარგი გამოსავალი არის ტუჩის ბუსტერი, განახლების ეფექტი ექნება, მოცულობას მიცემს და ცოტა შეაფუმფულებს კიდევაც. თქვით რომ მოცულობასაც ძენს ტუჩს ეს ბუსტერი, რა თქმა უნდა მოცულობა დროებითია, ამიტომ პაციენტები, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, უნდათ თუ არა ტუჩის ფილერის გაკეთება, მოუხდებათ თუ არა, მათთვისაც ძალიან კარგი გამოსავალი არის, ვინაიდან ეს ფილერი არ არის რომ მუდმივად დარჩეს ტუჩში, შესაბამისად მიიღებთ მოცულობას და თან ასევე წარმოდგენა შეგექმნებათ, გინდათ თუ არა სამომავლო ტუჩის ფილერის გაკეთება.